გამარჯობა. ეხლა გამოვედი, გამარჯვება, ნამდვილი გამარჯვება. აი ხა ეს სიტყვა იძენს თავის ნიშნულობას. ეხლა გამოვედით, შეხვედრა ქონდა პრეზიდენტთან, როგორც იცით, წამოვედით რუსთაველზე ყველანი. არავინ არ აპირებს გაუტაროს ის, რაც დღეს გააკეთეს. არავინ ეგენი ამის ფას გადაიხდიან. დღეს ევროკავშირმა ფაქტობრივად წითელი აუნთო, პირდაპირ გამოაცხადა, რომ დასანქცირდებიან ეს ვაჟბატონები. პირდაპირ გამოაცხადა, რომ უნდა იყოს ახალი არჩევნები და არ იქნება არავითარი შეღავათები. ამის მერე რაც გააკეთეს, ეს არის რუბიკონი გადალახეს. წითელი ხაზები არის გადალახული. რა ხდება რუსთაველზე, მინდა ზევით ავიწიო და ვნახო, მაგრამ მე აქ ვარ, ჩვენები ყველანი აქ არიან. მთელი ოპოზიცია აქ არის, პრეზიდენტმა გამოაცხადა ერთიანი ეროვნული წინააღმდეგობა. ძალიან კარგია, რომ ერთი დამოუკიდებელი სახელმწიფო ინსტიტუტი გვაქვს ეხა ზუსტად ამ წამს. ამიტომ გამარჯვება ჩვენ, ბრძოლა იქნება ბოლომდე. ერთი წამით ეჭვი არ შეგეპაროთ. მე თვითონ ვარ დაუმორჩილებლობის შვილი. ხალხო, გავიზარდე ერთი წელი. ერთი წელი მამაჩემი იყო დაუმორჩილებლობაში, ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი. ზვიადის მომხრე და ვიცი, კაი დაუმორჩილებლობაც და მიშვებული დაუმორჩილებლობაც. ამიტომ არსად გაპარვას არ ვაპირებთ, ბრძოლა იქნება შვიდობიანი, კონსტიტუციური, მაგრამ ბრძოლა იქნება საქართველოს დამოუკიდებლობისთვის.